დააკვირდით ამ გოგონას მასაწუხებს წარმოუდგენელი ტკივილი და ეს მდგომარეობა გამოწვეულია დაავადებისგან, რომელიც საკმაოდ ხშირია და ყოველ მეათე ქალს შეიძლება დაემართოს. ეს დაავადება არის ენდომეტრიოზი, რომელიც რთული და ქრონიკული მდგომარეობაა და ესე მდგომარეობაში აგდებს პაციენტებს ყოველ თვე. ყველაზე წარმოუდგენელი ამ დაავადებასთან დაკავშირებით არის ის, რომ დიაგნოზის დასმამდე შეიძლება წლები გავიდეს და წლების განმავლობაში ადამიანებს უწევდეთ ესეთ მდგომარეობაში ყოველ თვე ყოფნა. ენდომეტრიოზის დროს უჯრედები, რომლებიც ნორმალურ შემთხვევაში საშვილოსნოს შიდა შრის, ანუ ენდომეტრიუმის შემადგენლობაში შედიან, ამ შემთხვევაში არიან გაბნეულები მეზობელ ორგანოებზე, როგორც არის მაგალითად საკვერცხეები, როგორც არის მაგალითად ნაწლავი, შარდის ბუშტი, ან შორს მდებარე ორგანოებიც კი. ყველაზე რთული ამ დაავადების ფარგლებში არის ის, რომ ეს უჯრედები, ისევე როგორც ენდომეტრიუმის უჯრედები, რეაგირებენ ჰორმონულ ცვლილებებზე და სტიმულირდებიან მაგალითად ესტროგენის მიერ. ამის შედეგად ისინი განიცდიან ზუსტად ისეთივე ციკლურ ცვლილებებს, როგორც მაგალითად საშვილოსნოს შიდა შრე. სწორედ ეს პროცესი იწვევს იმ მძიმე სიმპტომებს და წარმოუდგენელ ტკივილს, რომელიც ამ დაავადების მქონე პაციენტებს ყოველთვიურად აქვთ. ენდომეტრიოზმა რთულ შემთხვევაში ქალის ორგანიზმში სტერილურობაც კი შეიძლება გამოიწვიოს იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროცესის თანმდევია ანთება, შეხორცებები, ნაწიბუროვანი ქსოვილი, რაც უშლის რა თქმა უნდა ორსულობის დადგომას ხელს. მაგრამ რა შეიძლება იყოს მსგავსი მძიმე დაავადების განვითარების რისკი ან მიზეზი? ეს ყველაფერი სამწუხაროდ დღესდღეობით ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა რამდენიმე თეორია განიხილება. ერთ-ერთი თეორიის თანახმად მიზეზი შეიძლება იყოს რეტროგრადული menstruacja, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის უჯრედები ხვდებიან მაგალითად ფალოპის მილში და იქ შეიძლება გამოიწვიონ შემდეგ ენდომეტრიოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ამას გარდა განიხილება ისეთი ფაქტორები, როგორც არის მაგალითად გენეტიკური წინასწარ განწყობა ან გვიანი პირველი ორსულობა. თუმცა როგორც გითხარით, დადასტურებული არაფერია.